სალამი. გამარჯობათ. გამარჯობა. ისიც ხო ჩემი ხმა? კი, ისმის. რამდენს ცდილობდი რომ შევაერთო. ისმენ. მე რა მიმქვია, მე თბილისში დავიბადე, ვარ ქართველი ებრაელი. რამდენჯერ მინდოდა ხა TikTok-ი მაგახსენე 1-2-3 თვე. ხოდა მივარდებოდა ნეო ხო შენი სახელი? კი. გაიბიჭე ხარ. მადლობა. ხედავ რომ ძალიან გესმის ისავლე ყველაფერი ეს ყველაფერი ცდილობ რომ ხალხს დააჯერო რომ ღმერთი არსებობს და ყველაფერი ხედავ რომ მართლა ნასწავლი ბავშვი ხარ და რა ვიცი ეხა ბავშვი ბოდიში ხარ რომ ეგრე გეძახი ახლა რა შეიძლება ახლა მადლობა ძალიან დიდი შეფასებისთვის გვერდში დგომისთვის რამდენი წლისა ხარ? ხო მერაბი ქვია ხო? მერაბი ხო მერაბი მე შენ ქრისტიანი ხარ? არა ებრაელი ხო თქვი ებრაელი ვარ არა ებრაელი მე მეგონა ეროვნებით უბრალოდ ხო ანუ ეთნოსია ებრაელი ანუ იუდეველი ხო იუდე ებრაელი თბილისში დავიბადე და ახლა 29 წლის ვიყავით და ჩამოვედი ისე აი სხვათა შორის მე და კახი წეგან საუბრობდი ზუსტად წინასწარმეტყველებს ხო რაღაც King David-ო ზუსტად მოვესწრე და ზუსტად ვერ გავიგე რაღაც King David-ზე ნახე წეგან King David სანამ იტყოდა მახამდე შემოსული იყავი თუ ახალი შემოსული ხარ აი ხო რაღაცა და ვერ მოვასწრებ ნახე რაღაცა წაგიკითხავ რა რაღაც წაგიკითხავ ფსალმუნს კითხულობდით იმის დავითის რა 21 ფსალმუნი არის რა და 21 ფსალმუნში ჩვენ ვამბობდით რომ ანუ დეტალურად არის აღწერილი ჯვარცმის გარემოება აი ფსალმუნი ესე იწყება ღმერთო ჩემო რატომ იმატოვე ეს არის ქრისტეს ბოლო სიტყვები ჯვარზე ანუ მან კაცობრიობის მიტოვებული მდგომარეობა გამოხატა ჩვენი ცოდები და მე ამბობს ეს რაღაცას ირგული მომადგენელი მოზვერები აურაცხელი ბაშანის ხარები და კალი შემომარტყეს ეს ჯვრის პერიოდი პირი დააღეს ჩემ წინააღმდეგ ვითარცა მსხვერპლს ადევნებულმა მტვინავებმა ანუ ქრისტეს რო ბრალი დასდეს ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშანენ ჩემი ძვლები ანუ წყალი დაიღვარა იმიტომ რომ ქრისტეს რო ფერჩი უძგირდეს პირდაპირ წესმახარებელი რომ წყალი და სისხლი ერთდროულად გადმოედინა და ეს არის მეცნიერული ფაქტი სხვათა შორის რომ ეს იმ შემთხვევაში ხდება როდესაც ინდივიდი ძალიან დიდი სტრესის გარემოებაში მოკვდება, ანუ ძალიან დიდ სტრესს გამოიული სანამ მოკვდება, მაშინ ხდება, რომ წყალი და სისხლი გადმოდის მისგან ერთდროულად. გამოიფიტა ჩემი ზალა, ვითარცათ იხა ენა სასაზე მიმეკრა და მიიყვანა სიკვდილის პირას. ანუ ეს გამოიფიტა სასაზე მიმეკრა, პირდაპირ წერია, რომ ქრისტეს პირი გაუშვა და მან წყალი მოითხოვა ჯვარზე. რადგან გარშემო მომეხუნე მე ძაღლები ბოროტა ხროვა, წრე შემომეყეს ჯვარცმის დროს, რო წრე შემოარტყეს ქრისტეს. ჩემი ხელფეხის გასა მთელი ჩემი ძვლები დაითვლება. ანუ ქრისტე ჩვენ ვიცით რომ წვევები არ გადაუმტვიეს სიკვდილის მერე მახარებელი პირდაპირ წერს ამას სამოსელზე წილს იყრიან და ჩემს კვართზე ჩვენ პირდაპირ გვიწერია რომ ქრისტე სამოსელზე წილი ყარეს ამ შემთხვევაში ყველა მახარებელი აღწერენ მაგას რომ რომელმა ჯარისკაცებმა წილი ყარეს ქრისტეს რომ ანუ წინასწარმეტყველებები ანუ ეხლა დავითს რო კითხულობ ეს დავითი ხო ძველი წელთაღრიცხვით არის 1000 წელს დაწერილი დაახლოებით რო კითხულობ გეგონება ისე არის დაწერილი თითქოს იქ იყო გოლგოთაზე და უყურებდა ამ ყველაფერს და მაღაზე ვამბობდით რომ რამხელა სასწაულია ეს წინასწარმეტყველება და კახი ამბობდა რომ იუდეველებსო დავითიო წინასწარმეტყველად ყავთო და დეტალურად აღწერო ჯვარცმაო მაგრამ მაინცო თვლიანო რომ ქრისტე არ არისო მესიაო და მაღაზე ვფიქრობდით რომ რატო თვლიან თქო და თქვენ თვლით რომ ქრისტე მესიაა ბატონო მერა აი ხა ბოდიში ხა მესი ამიხსენს უბრალოდ რა არის და მაშიახი ანუ ცხებული რომელიც მაშიახი შენ გწოდნია მაშიახი კი მაღალეთ ეხა ჩვენ არ ვიცით ვინ არის მაშიახი მოდი ეგრე გითხრე შეიძლება არის ოღონდ ჩვენ არ ვიცით ოღონდ ველოდებით ყოველ წამს და ლოცულობთ რომ მაშიახი მოვიდეს ყველაზე რაც შეიძლება აი ჩქარე და მე რატო არ გიფიქრე ეხლა ერთი ბოდიში ერთ რამეს კითხავ ბოდიში ორი წამი კითხავ და გააგრძელი არ შეგაწყვეტი მე ბოდიში აი რატო არ გიფიქრია რომ იქნებ უკვე მოვიდა ხო არ გიფიქრია არა რომ მოსულიყო ჯერ ეს ერთი
რომ მოსული ყველაფერი იქნებოდა ცხადი რას ნიშნავს ყველაფერი იქნებოდა სიმართლე სიმართლე რას ნიშნავს სიმართლე ნიშნავს რაც მოდი ეგრე ვთქვათ რაც სიმართლეა რაც როგორც გამჩენს უნდა გმერს უნდა ჩვენ მოვიქცეთ როგორც გმერს ვემუშაოთ ეგ არის სიმართლე ყოველივე ცხადი იქნება ჯერ ერთი ეხა ჩვენ ესე გვჯერა რომ მაშიახი რომ მოვა როგორ ლოცულობთ ყოველთვის მაგისთვის ყოველ წამს ყოველ დილის დღეში სამჯერ ლოცვაში დავდივარ და ლოცულობ და გვჯერა ვისაც არ ჯერას ეს უკვე ძალიან ცუდი ოღონდ ხო იცი ხა ყოველ სარწმუნოებში არის ეს ადამიანები რომელიც ცოტა ნაკლებჯერავს, ცოტა უფრო მეტი ჯერავს. და ისე მე ერთი კითხვა მაქვს. აი, შენ არ ფიქრობ, რომ ანუ ამ მე რატო გეუბნები რომ მაშიახი მოვიდა, ხა მე საიდან გამომდინარე ვჩელობ სიტყვაზე. მარტო ისე კი ანუ სიტყვაზე შენ არ ფიქრობ, რომ ანუ ქრისტემ მესიანური წინასწარმეტყველებები დააკმაყოფილა აღასული, რატო გეკითხები, იცი რომ სიტყვაზე ქრისტე დაიბადა მან და მოგვები იყვნენ პირველი ადამიანები ვინც ეს ნახეს და მოგვებს ვარსკვლავი მიუძღოდა წინ, მაგრამ მე ის ვარსკვლავი დაემალა და მოგვებმა კითხეს ეროდეს მეფეს რომ სად ვინა? როგორ? მოგვები. ეგრე არის მოგვები? მოგვები იყვნენ აი ნაბუქოდონოსორის კარზე ეს ბაბილონ ჯერ კიდე მოდია, ანუ ის რა ქვია, ვარსკვლავთ მცოდნეები, ვარსკვლავთ აღმრიცხველები რა, ანუ რაღაცა ესენია თქვი. ხო, ესე იგი მაგას ეგენი ვინ არის? მე ხა საქმე რაშია, მე რა ვიცი რომ მოგვები რომ ეძებენ იმას ქრისტეს ისა და ჰეროდეს კითხეს, ჰეროდეს გაუკვირდა, ჰეროდემ მოიყვანა ისა იუდეველები, წიგნობრები და წიგნობრებმა უთხრეს რომ მესია დაიბადება ბეთლემში, იმიტომ რომ მიქაწერს მაგას, ანუ ისა მართლმადიდებლო ქრისტე ბეთლემში შვა, ესაია როგორც ამბობს ქალწულისგან შვა, ესაია როგორც აღწერს თავისი დანაშაულის გამო კი არა ჩვენს გამოიტანჯა იგი არ იმსახურებდა დავითი როგორც აღწერს წყალი და ის გადმოდინდა სისხლი და მერე ისა ზაქარიამ აღწერა იერუსალიმში შესვლა, რა ვიცი, ყველაფერი ანუ აი მესიანური წინასწარმეტყველებები, ანუ აი სიტყვაზე მე ვიცნობ ებრაელი ქრისტიანებს, ანუ ეროვნებით ებრაელი, ხა ამ შემთხვევაში რო თქვი ებრაელი, მიფიქრე რომ ეროვნებას გავუსვი. ხაზე ამ შემთხვევაში აი რატო ფიქრობ, რომ აი ქრისტე არ აკმაყოფილებს მაგ მესიანური წინასწარმეტყველების კრიტერიუმს? აი რატო არ ფიქრობ, რომ ქრისტე მოვიდა და მოვა მეორე დრო საბოლოოდ ისევ დააბრუნოს უყვარ ხარ შენს თავი გაწირა და ასე. მოდი ახლა მე მოგისმინე და მოდი ახლა მე ჩემს რაღაცას მე ვარ ახლა 42 წლის, ხო? მე 6-7 წელი, ბოლო 7 წელი, უფრო ხო იცი ხა ადამიანი მაგრდება და უფრო მაგრდება, უფრო წმენდაში შედის. და რაც შევისწავლე უფრო ახლა მოდი ეგრე ვთქვათ, უფრო ხო იცი ნენა უფრო სწავლობ და სწავლობ ხა მე ჩემი იმაზე და ჩემ სარწმუნოებზე გეუბნები და მე მაგას მოდი ეგრე გეტყვი ახლა ჩვენ ბჟერა ღმერთის ეხა ჩემზე კარგად გეცოდინება ჩვენ ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ მე ეხა ვცდილობდი ყოველთვის ცოტა ხო იცი ვათვალიერდი შენი მეებს რაღაცებს ვიდეოებს და აი ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ ოღონდ შენ წაკითხული გაქვს რაც შენ გჯერა და გწამს ხო მაგიდან სწავლობ ეს ხო ჩვენთვის რეალურად ეს ძველი ახლა ეს ხო შენთვის ერთი და იგივე წიგნია მერაბ ეს არა მოდი ახლა მოიცა ერთი მოგისმენთ თქვენ ახლა მომისმენთ არა რამე სხვა წიგნიც გაქვთ არა თორა ჩვენ თორა მოგცა ღმერთის მოცემულია თორა კი ჩვენ ძველი აღქმა არის თორა კი როგორ ძველი მომისმენთ ცოტი და მე რაც შეკითხება დამისვით არაფრო გაგცეთ ხო და თორა როცა მოიცა ხა თქვენ კარგად იცით ხა მოსე ხო რო ავიდე 10 ცნება ხა თქვენ თვითონაც ცნობილია 10 ცნებაში წერია ყველაფერი ეს არის გამჩენის მოცემული როცა წერია მე ვარ ერთადერთი ღმერთი
ჩემს მეტი ღმერთია არ უნდა გაიჩინოთ. ნუ დალშე და დალშე იქა ხო რა წერია. და იესოა ქრისტე როგორც თქვენ გჯერა და მაგით რა ვიცი მაგის იმით მიდიხართ ხო? იყო დაიბადა ებრაელი. მოინათლა ებრაელურად. სწავლობდა თორას. იცავდა ყველაფერი ებრაელურად. სწავლობდა თორას. და აი რაღაც აი ბოლოში მაინც რაღაც არის აი რა ხდებოდა არ ვიცი. როგორ ეს წამოვიდა ანუ ბოლოში აურია ხო? არა, ბოლოში აი რაღაც თვითონ ეხლა თქვენ ჯერათ ებრაელი ადამიანის რომელიც ებრაელად მოინათლა ებრაელად სწავლობდა ყველაფერი აი როიცოდეთ წერილში იყო მე ებრაელი ადამიანი ყველაზე მეტად მიყვარს საერთოდ თელ სამყაროში ო და აი ეხლა მაღაზი ახლო არა ქრისტიანობა როდიდან წამოვიდა? ანუ იდეაში ქრისტიანობა დაარსდა ამ შემთხვევაში ქრისტეს აღდგომიდან უკვე ანუ ქრისტიანობა აქტიურად წამოვიდა რამ 300 წლის მერე. არა. ამ შემთხვევაში იგულისხმება 300 წლის მერე მოხდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად. რელიგია. მიღება. რელიგია, ეს ყველაფერი რელიგია მოხდა, ეხლა ქრისტე თვითონ არ გამოიგონეს ქრისტიანობა. არა, ქრისტე სიცოცხლის არა, ქრისტე განამოვიდა იმიტომ რომ რაღაც თორიდან რაღაც წერტილი შეცვალოს. ეგეთი არასებული რაღაც. არაფერი არ შეუცვლია ქრისტეს, არამედ აღასრულა. ხო, არაფერი, პირიქით. არა, აღასრულა. ეხლა რას ვამბობ მე? მე რა, ვაფშე ებრაელი იუდეელები რას ამბობენ? ანუ თორა არის ღმერთისგან პირდაპირი მოცემული, პირდაპირი, განა ადამიანიდან დაწერილი. ეს ვით? ხო და ადამიანიდან დაწერილი ეს არის, ანუ თორა როცა ისრაელის შვილებს მისცეს, ეს იყო მილიონები ხალხის წინაშე. თვითონ ღმერთი გამოეცხადა მილიონი, განა ერთ ადამიანს. მილიონების ადამიანს და წაიკითხა ეს 10 ცნება და პირველი მეორე რო წაიკითხა უკვე ნუ რა ვიცი თუ იცით არ ვიცი ხა შეიძლება ნეომისის იმდენი ის ამ ბიჭმა უღონთ ანუ ეს არის თვითონ ეს წიგნი თორაში წერია ისეთი რაღაცები ანუ თვითონ ღმერთის გამოცემული წიგნია და სხვა წიგნი არ არსებობს ღმერთიდან, ანუ არის დაწერილი ან ადამიანისგან. ხა არ აქვს მნიშვნელობა წინასწარ მორტყველი ოღონ ძალიან ისეთი მოწაფეები ხო? მაგრამ მაგალითად ესაია ხო შენთვის ავტორიტეტულია თანახი, ანუ ესაია, დანიელი. ხო, თანახი, ხო. კი, გაგრძელება თორის. თანახი არის გაგრძელება თორის. კი, ხო და აი ეხა თანახი ეს რასაც წაიკითხე, რა წაიკითხე თანახი იყო. თანახს მითხულობ. საიდან? ეგ თანახი მე არ ვიცი ხა, მე არ მოგატყო შენ თანახი არის. ხვალ ჩავიხედავ ზუსტად ვიხარი, მაშინ აი, მაშინ მე გეტყვი ხა რაღაცებს. ანუ გეტყვი ჩაიწერე უბრალოდ რომ მე გადაამოწმო ხა რა სცენ. ხო, მე ხა ხო გითხარი, მე ხა ბოლ 6 წელი ვარ, ხა 44 წელიწადია ვარ, ბოლ 6 ხო იცი ხა, შენ ხა ჩემზე მეტი უფრო წმენაში ხარ, გაიგე? ო, და ხა უფრო ჩვენ უფრო მაგდები და მაგდებით. მადლობა ღმერთს, რომ უკვე აქამდე მივახციეთ, ხო? ჩვენ რა არის, ეხცი რა არის? ჩვენ ადამიანები ღმერთმა გაგვაჩინა იმიტომ რომ ეხა არ ვიცი, შეიძლება ეხლა შენ ხო, ეხა მე გეუნები, მე და ვაფშე იუდელი რატო გაჩნდა ვაფშე ამ ქვეყანაში? Què anibà udmea rega. Ot xamis dakotanica. იმიტომ გაჩნდა იუდელი რომ გააკეთოს რაც ღმერთს უნდა. იმიტომ რომ ღმერთმა გაჩნდა ეს ვაფშე თელი ყველაფერი ბუნება, ყველაფერი იმიტომ რომ როგორ აი როგორც იცი რა აი როგორ არის ახლა აი როგორ ახსნა რომ
არა, вообще, თელი სოფლიო გააჩინა, იმიტომ რომ თვითონ უნდა იცი როგორ აი როგორც ჩვენ ხო გვაქვს ახლა ადამიანს კაი მოდი ვთქვათ ეშმაკური გზა და უფრო სწორი გზა ხო? ყოველ ადამიანს აქვს. გააჩნია ვინ მეორეს მოერევა. ანება შტედა გვანი ბეციხანება. ვინ მეორეს მოერევა, ხო? ეხლა ადამიანი ეხლა შეიძლება ისეთ ადგილას იყოს, რომ უძნელდება, რომ რაღაც ისეთი რამე არ ჩაიდინოს და ის უფრო ეშმაკური რაღაცა ერევა. ყოველ ადამიანს აქვს ეგეთი რაღაცა, ყოველ ადამიანს შეიძლება ისეთი სიძლიერე არ კონდეს, შეიძლება დანებდეს და ჩაიდინოს ის რაღაც სიტყვაზე ცუდი რაღაცა. თუ ანუ ხა ბოდი შეიძლება ისე ქართულად ვერ ლაპარაკო ხო? არა, ლაპარაკობ მესმის ყველას. და შეიძლება ხა ჩვენ ვებძვით ყოველ დღე გვაქვს ეს ბრძოლა ჩვენ ეშმაკურ გზნობებს, ხო? ყოველ ადამიანს აქვს. ეხა ეს რა არის ეშმაკური გზნობები შეიძლება განაეხლა არის ცუდი და უფრო ცუდი და ცუდი. მაგრამ მესიის გარეშე ვერ დაამარცხებ მე რა, ანუ მესიის გარეშე აზრი არა აქვს. მაშინ არის არა მაშინ არის მაშინ ხამდე გვაქვს დრო კიდე ეს вообще მაშინ вообще არა შუაში. ეს არის მუშაობა როგორ იცი აი როგორც ახლა ყოფილი მოჭიდავე ვარ გაიგე რომ ყოველდღე ვარჯიშობ უფრო და უფრო ძლიერდები და რო იცი და უფრო ახლა ნეო შენ უფრო უნდა იცოდე შენ უფრო რაც უფრო მეტი იცი და რო უფრო კაი წრეში ხარ უფრო მოერევი შენ ცუდ იმას ეშმაკურ გზნობებს გაიგე ეხლა შენ ახლა რო იყო სადღაც ტაილანდში და ну ხა ისეთ რაღაცეებში შეიძლება დანებდე ადამიანები ვარ ჩვენ გაიგე ჩვენა ვართ ხო მაგრამ ერთ ამას გეტყვი მაგაზე სხვათა შორის ანუ აი მაგალითად ევა დაეცა 64-ში ედემის ბაღში მაგრამ ლოტის ქალიშვილები სოდომ გომორში არ დაცემულან ანუ ისა რა ქვია სოდომ გომორში იყვნენ ანუ მან ადგილს კი არ ჩემ აი მაგიტო გითხარი რომ მესის გარეშე ბრძოლას აზრი არ აქვს იმიტომ რომ მაშიახის გარეშე ანუ ცოდვაში მოკვდება ადამიანი იმიტომ რომ ყველა ადამიანი ცოდავს ანუ ცოდვილია ხო ხვდები ხა 10 მცნება მაგალითად ჩვენთვის რაც არის საერთო მაგრამ 10 მცნებას ვერავინ ვერ იცავს ანუ მე მაგას ვიძახი რომ 10 მცნებას ძნელი რაც არ უნდა მაგარი ძნელი შეგიძლია შეუძლებელზე გადახვიდე ეგრევე შეუძლებელზე მომისმინე ერთი წუთი კი გვინდა შენ ახლა შეგიძლია ილაპარაკო ახლა სიტყვაზე ვამბობ რა ახლა სწორედ გამიგე შენ ახლა კარგად ლაპარაკობ როგორც ახლა გამოდიხარ ლაივში რამე მოდ ახლა სიტყვაზე ახლა სხვანაირად გამიგო შეიძლება ახლა ადამიანი ყველაზე ჩანდეს სირწმუნემდე მაგარი წმენაშია და რაღაცა ოღონდ შეიძლება ოთახში თვითონ მარტო რო არის სხვანა რაღაც ისეთ რაღაც ჩაიდენს რო გაიგე ანუ ყველაფერი ანუ ეს ხედავს მარტო გამჩედი ეს შენ თვითონში უნდა იცოდე ვინ ახარ გაიგე ხო გესმის ხო ანუ ისეთი სიმა ანუ ჩვენში არის ეშმაკური გზნობები როგორ აგიხსნა ანუ არ გიჩდება გაცდანეო ზუსტად ეგრე ფიქრობდნენ ხალხი ქრისტეს მოსვლამდე ბიჭო აი მე ეს ადამიანი ჩემი აზრით აი ორა გულით აი ცოტა უკლია ჩემი აზრით მართლა ვამბობ აი დედას ფიცავ არ ქონიათ ეგეთი გზნობა ხანდახან ვინმეზე რაღაცა დაგიყვირიათ ან ქუჩაში ან ვიღაცა შეგიწა რაღაცა ორი რაღაც გეტყვი და ვიღაცა და მე რო დავიყვირეთ რაღაცა და მე რო ინანეთ 5 წუთი ქონია აი მე რა ძმო ეგ არის და ეშმაკური გამო აბსოლუტურად მაგაში გეთანხმები აი მართლა გითხრა ეგ არის ეშმაკური აი ის ანუ მოუგო იმ ეშმაკურმა შენ კარგ ეშმაკს მოდი ეგ გავიგე ანუ მესმის ანუ კი როგორ არა ეგ არის ბრძოლა და არიან ადამიანები ოღონდ ერთ რამეს დავამატე მაგ ბრძოლაზე აი წარმოიდგინე მე რა აი რაღაცას გეტყვი რა აი ეხა აბსოლუტურად გეთანხმები მაგ ბრძოლის ამბავში ოღონდ ერთ რამეს დავამატე ნახე წარმოიდგინე რომ შენ ხარ მოპედი და უკან ყავს პორშე გამო აჰა რა თქვი
წარმოიდგინე რომ ხარ მოპედი ან რამე პატარა ავტომობილი და უკან ყავს გამობმული Porsche. ანუ ისე ძლიერი ავტომობილი. და საპირისპირო მიმართულებით რომ მიდიოდეთ, ცხადია Porsche თავისკენ წაგიღებს. ზუსტად იგივე პრინციპი არის მაგ ბრძოლის შემთხვევაში. ის ბოროტი ძლიერია და მაგიტო გჭირდება გადამჩენილი. მასიახი გჭირდება. ქრისტე გჭირდება რომ ანუ საბოლოოდ ქრისტე არის გამათავისუფლებელი, იმიტომ რომ ჩვენი ცოდვისთვის მოკვდა. ცნებებს ჩვენ ვარღვევთ ყველანი, ამიტომ ჩვენ გჭირდება მსხვერპლი და ეს მსხვერპლი თავად გაიღო ღმერთმა. და მაგ მსხვერპლის გაღების წინასახე იყო თორაში რაც ხდება, ეგ მსხვერპლშეწირვები ქრისტეს თავგანწირვის წინასახეა რეალურად რა. მათ შორის აბრაამს რო უნდა შეეწირა თავისი ისაკი რა, ანუ აბრაამის მერე ღმერთმა ხო რა ესა არის, მე ეგ არის ქრისტეს თავგანწირვის წინასახე ხო? მამამ ძე ეს მამაძე და სულწმინდა ერთი ღმერთია და თავი გაწირა ღმერთმა უყვარხარ. შენ რო ცუნებები გაქვს, აი ეგ ცუნებები და სიბოროტე რო გებძვის, ღმერთი მაგის გამო რო ანუ ეგ ყველაფერი შენ რო გეპატიოს, ეგ ყველაფერი საკუთარ თავზე იტვირ და ისე უყვარხარ და ჩემი მაგის არ მიღება ცუდი იქნება საბოლოოდ თუ არა და მაშინ მოგიწევს მარტო ვერავინ ვერ გაუმკლავდება და მარტო მყოფი არ უნდა იყოს ადამიანი, უნდა იყოს ღმერთთან, ქრისტესთან. ერმინოთო. როგორი ხა ღმერთი ხა ჩვენ ერთადერთი ღმერთი ყველა ადამიანს უყურებს ზუსტად როგორ იბძვის თავის ეშმაკურ გზნობებს. ვერავინ ვერ იმარჯვებს, მაგიტო ქრისტეს. არა, ის ზოგჯერ იმარჯვებს, არის ადამიანები, რომ იმარჯვებს კი არა, ვაფშე ისე აქვს. იმას ვერ დაამარცხებ, ჯერესერთი. ვერავინ დაამარცხებს. იცი ეგეთი ადამიანი. იყვნენ ვაფშე არ ქონდათ ეგეთი გზნობები, არიან ეგეთი. მაგალითი შეგვიძლია მომიყვანო? მაგალითი მითხარი. ჩაწერე რები მილუბავიჩ ჩაწერე და აი მაგალითად თორადან მოდი აი წმინდა წიგნი ავიღოთ. თორადან მომიყვანე ეგეთი ადამიანი, ვინც ეგეთი იყო, რომ დაამარცხა ყველაფერი. თორადან. ტანახიდან გეტყვი, ტანახიდან. ტანახიდან მითხარი, აი. და ეს დავით მეფე დაამარცხა ეშმაკი. ესა მე ორი წამი დაგამიუთეს მოუ. დავით მეფემ ური თავისი მეგობრის ცოლთან დაამყარა სექსუალური კავშირი. მე ეგ მეგობარი ეგ ამბავი რო არ გამჟღავნებულიყო, ეგ მეგობარი ომში გაუშვა მოსაკლავად. ურია მოკვდა და დავითმა დაიტოვა ეგ ცოლი და ეგრე გაჩნდა სოლომონი და დავითი რა ის ეშმაკის დამარცხებელი იყო. თვითონ და მოკვდა ისე რომ რა ქვია ბოლოს რომ მოკვდა ახალგაზრდა ისე წვა ქალის ანუ ეგრე აღეს დავით სხვა მომიყვანე გარდა კიდე ყავდა სხვა ქალები რომლებიც მას თანახიდან სხვა მომიყვანე დავითი არის უდიდესი წმინდანი მეგობრებო ეხა ეს კონტექსტის გამო აღნიშნავ ამ ყველაფერს სწორად გამიგეთ წმინდანია მაგრამ ანუ ნაღდად არ არის უცოდველი და ის რა ქვია როგორც ასევე სოლომონიც ანუ სოლომონიც არ მოიყვანა სოლომონზე ლაპარაკი ზედმეტია და გეხვეწებით ისა მე რა ბოდიში დამიუთებული ხარ დააჭირეს იმას საკუთარ თავს და მე მანდარი ისა მიკროფონის აი ხა უცბი ჩემი ხმა კი ეხა ისმის და სწორეხა ზუსტად დავით მეფე ჯერესერთი მაგაზე დაისაჯა რა ერთი წუთი ბათქველი დაისაჯა მაგაზე ერთადერთი რაც გააკეთა მაგაზე ზუსტად რაც თქვი ზუსტად ეგეთია შენ ბევრი გზაა შენ მეგონ ებრაელი ხარ ებრაელი ვარ მე ებრაელი ვარ ოღონდ მე ებრაელი არ ვარ რელიგია ოღონდ ჭეშმარიტი იუდაიზმი არის მართლმადიდებლობა ოღონდ მაგაც ოღონდ დავით მეფემ დაამარცხა თავის ისა იეცერ არის ეს ეშმაკი გზნობა რა ზუსტად თუ თარგმნი არ ვიცი ოღონდ მიგებ ხო ერთადერთი ოღონდ არიან ადამიანები ვაფშე რო არა აქვს ეგეთი გზნობა აი მაგალითად მომიყვანი მაგალითად ოღონდ ვისაც აქ ის უფრო დიდი ადამიანი ითვლება იმიტომ რომ ებძვის ეს ჭიდაობა შენ ისეთი ადვილი ნუგონია არა მე ხლა 44 წლის ვარ და 35 წელიწადი გავიარე ხო იცი ავოიეში ხო და რა ვარ ხა ავოიედან დაბრუნდე ხა ღმერთის სამსახურს რო ემსახურო და ყველაფერი დაივიწყო რაც ახლა მიდი და იქა და ტაილანდში იყავი და ფილიპინებში და კანში და ისა და დაივიწყე და როგორია ეგ უფრო ძლიერია რომ მაგას ერევი გინდა და არაკეთებ აი ღმერთი მაგას აფსებს გავიგე მაგრამ რაღაცა პრობლემას ვხედავ ამ შემთხვევაში და
პრობლემა არის ჩემი აზრით ეს რჩება ყველა ადამიანისთვის ვინმესთვის კონკრეტულად კი არა ადამიანს არ შეუძლია მცნებების დაცვა ანუ იმიტომ რომ ცოდვა ებრძვის და ძლევს ხოლმე ყოველთვის ესე ხდება მაგიტო ჭირდება გადამრჩენელი ანუ მსხვერპლი ჭირდება რატო შენ არ შეგიძლია რაღაც რო გინდა სიტყვაზე ახლა გინდა მაგარი სტეკის ჭამო შეგიძლია რომ არ მაგარი სტეიქს შეჭამ მაგრამ მოიცადე შეგიძლია რომ არ ჭამო შეგიძლია უსტეკოდ შეგიძლია მოერიო მაგას სურვილი მაგარი შიერი ხარ და სტეკი არ ჭამო შეგიძლია მოერიო მაგას ანუ მე რა მაგას გეუბნები რომ არ შემიძლია მარტო მაგას რატო არ შეგიძლია იმიტომ რომ ანუ მაგხელა ძალა არ არსებობს ჩემში ანუ ფორმალურად არც ემინენტურად რომ ეგ შეიძლება ხო ეგ არის მუშაობა ეგ არის მუშაობა მესმის არა მე რა მესმის არა პრინციპი მაგიტო გითხარი მაგიტო მოიყვანი მანქანების მაგალითი რომ სიტყვაზე მე რო ვერ ვაკეთებდე 50 აჯიმანიას მე შემიძლია ვივარჯიშო და 50 აჯიმანიამდე მივალ მაგრამ არის რაღაცები რაც აღემატება ჩემს შესაძლებლობებს თუ მოქმედე მარტო თუ ღმერთში მოქმედე პავლე ამბობს ყველაფერი შემიძლია ჩემს გამაძლიერებელ ქრისტეში ყველაფერი შემიძლია ეს მესმის ამიტომ ღმერთი გვჭირდება ანუ ქრისტესთან მოქმედება გვჭირდება აი ღმერთი მოსიყვარულია ღმერთი მარტო სამართლიანი კი არ არის მოსიყვარულია და იმდენად მოსიყვარულია რომ ჩვენი ვალები თვითონ გადაიხადა ხო მივხვდი ჩვენ ვალები გვაქვს სერიოზული ეს მარტივად რო ავხსნათ ვალებია ეს ვალები გადაიხადა და ანუ ჩემი აზრით მაგ პრინციპის მიღების გარეშე ადამიანი ცოდვას მაინც ვერ დაძლევს საბოლოოდ ესე იგი შენ ამბობ რომ შენი ვალები სხვამ უნდა გადაიხადოს კი იმიტომ რომ ჩემით გადახდა არ შემიძლია აი ნახე მაგალითს მოგიყვან მე რო სწორია რომ ამბობ ეგრე ხო აი ნახე აი ჩემი აზრით მაგას გეუბნება თორაც მე რა ნახე ჩემი აზრით აი ეგ თორა უნდა მეთქვა ჩემი აზრით მაგას ეგ წიგნი თორა ადასტურებს ამტკიცებს მე რასაც ვიზახი და გეტყვი რატო აი სულ თავიდან რო დავიწყოთ ნახე ადამი და ევა რო დაეცემიან რო შერცხვებათ რასაკეთებენ ლეგვის ფოთლებს აიკრავენ მაგრამ ადამს და ევას ეგ სირცხულს არ უფარავს მაინც ვერ ჩერდებიან ღმერთთან ამიტომ ღმერთი ადგება და ტყავის სამოსელს გაუკეთებს და შემოსავს მათ ანუ ღმერთი მაგით გვაჩვენებს რომ ადამიანს თავისი ჩადენილის გამოსწორება თვითონ თავისი ძალისხმევით არ შეუძლია და ჭირდება ამიტომ ღმერთის მოქმედება ეგ პრინციპი თორაში იწყება ჯერ კიდე დაბადებაში და გრძელდება დაიწყება გამოსვლა მე ორერჯული ისხნილები ეს სულ ეს პრინციპია მთელი ეგ ხუციგნეული ასე რომ ხო ანუ ეგ არც არის ახალი რეალურად ანუ აქ ჩვენ მე მგონი იმას ვეჯახებით რომ მე რა არ იცის რომ ძველი აღქმა არის თორა ანუ ერთი და იგივე წიგნზე რო საუბრობთ არა იცის ხო იცი არა როგორ ერთად თორა არის ერთ-ერთი ხლა ძველი და ახალი არა ძველი აღქმა ბიბლია კახი ნახე ანუ მე რა ვიღაც გულისხმობს ისი თორაში გულისხმობს მოსეს 5 წიგნეულს ანუ ძველი აღქმა არ არის 5 წიგნია ხო და ჩვენც მაგას 5 წიგნია ნეო თუ ამდენი იცი თორა ეს 5 წიგნი თანახე ანუ ეს ხო იცი რომ ანუ თვითონ პირდაპირ გამჩენდის ღმერთის მოცემულია და აი იცი რა მიყვირს მართლა და თუ მიპასუხებ აი მართლა რომ ეხა მე მყავს მე თბილისში დავიბადე და აქამდე ხავს ქრისტიანი მეგობრები და რა ვიცი ჯიგრები და ვენასწორები და აქამდე ჩემი ძმები რა ერთადერთი ეხა არა ხო იცი ეხა არ ვლაპარაკ ახლა რელიგიაზე და რაღაცა და პროსტა ახლა შენში რაღაცნაირად გამომივიდა ახლა ლაპარაკი და თუ ამდენი იცი და ხა დაწუნებულად რაც ახლა ამ 10 წუთში თუ 15 წუთში მოყევი ანუ სხვა წილი ანუ რატო რა გაინტერესებს ვაფშე ანუ აი იცი რა მაინტერესებს თუ იცი პირდაპირ ღმერთმა იცი რა მოგცა აი მოიქეცით ესე და ესე გეჭმევათ ესე და ესე უნდა გააკეთო დილით ესე უნდა გააკეთო სიწყვალის საღამოს ესე უნდა ეს всё რაც თქვა ესე უნდა მოვიცეთ სხვა რა გვაინტერესებს აი ვერ ვიგებ აი შენ გემახსოვრება განსაკუთრებით აი ლევიანში და მეორე რჯულში და რაღაცები როცა ადამიანები რაღაცებს ვერ ასრულებდნენ რა ხდებოდა ხო რა შვებოდნენ წირავდნენ ცხოველს ხო ასე და აუ შენ მაგაცოდე შენ მიყვირს მართლა ეხლა საქმე რაში არის მე თან აი იცი რამდენი იცი აი ბევრს აკაურებს არის ის რაც რა თქმა უნდა ხა წვენაში ხარ და იმიტომ იცი მაგრამ მართლა მადლობა ძალიან ხო ეხლა ნახე საქმე რაში არის მე რაც მომისმენია რომ შენ ამდენი იცი ხა მე ალბათ გისმენდა ხა 300 კაცი და აზეც არიცია აზე ვალაპარაკობ ვაფშე
ყველა მიცის კაცო ეხა აქ ჩემთან უკვე ისეთი მაინც ისე დიდი ხანი ვინც მიყურებენ შეიძლება ხო ალბათ ეხა ნახე მე რა თემა ნახე მან ცხოველს კი წირავდნენ მსხვერპლად მაგრამ ესაია მე განმარტავს რომ ცხოველმა როგორ უნდა ღმერთის შექმნილი არ არის ცხოველი რად უნდა ღმერთს შენი ცხოველი შეწირო ან ცხოველმა როგორ შეიძლება გამოიწვია მესმა დაგვავალა ეგას მაგრამ აი რატო დაგვავალა ეგ პრინციპი მინდა რომ ავხსნათ კარგად რომ რეალურად ეს შეწირო არის წინასახეობრივი აი მაგალითად იოანე რო დაინახავს იესოს ნათლისმცემელი იოანე წინასახეობრივს ვერ გაიგე ოჩე გადადიხარ კიდე 2000 წლის მანამდე ილაპარაკე კი მესმის ანუ უბრალოდ გეტყვი რა რას გულისხმობ იოანე ამბობს რომ აი აჰა კრავიო რომელიც ქვეყნიერების სოდებს იტვირთავსო ანუ ცხოველის გაწირვა განასახიერებს იმას რომ მასში ახმა მომავალში ჩვენ გამოთავი უნდა გაწიროს მაგას ანუ რო გაწირა თავი პირველ საუკუნეში მაგის განსახიერება იყო იმიტომ რომ ცხოველმა როგორ შეიძლება ცოდვა გამოიხსნას ეგ ლოგიკურად შეუძლებელია ცხოველი არის ღმერთის შექმნილი ცხოველი ლოგიკა არ არის ლოგიკა გამჩნი რომ რაღაცას ანუ გვეუბნება უკვე ლოგიკა არ არის არ არსებობს რაცაც ამბობსიო ჩვენ ვარ აი როიცი ხოიცი ზომბები კი მაგრამ თვითონ თანახი ამბობს მაგრამ ძნელია გაგება ჩვენი ტვინი ხოიცი ჩვენი ადამიანის ტვინი არის საზღვარი გვაქვს ჩვენ ტვინებს შენს ვიცი ახლა ფედერაციის საზღვარი ყველა ტვინს აქვს საზღვარი კი რა თქმა უნდა განჩენს არ აქვს საზღვარი უსაზღვაროა ისი რა არის არ არის ვაფშე არ არის საზღვარი აბსოლუტურად გეთახმები მაგაში ოღონდ ნახე რას გეუბნები თვითონ წიგნის პრინციპი შვება მაგას ნახე ანუ ესაია მაგას ხსნის რომ ცხოველს თავისთავად არ გააჩნია ანუ გამოხსნის შესაძლებლობა ანუ ეს ყველაფერი არის განსახიერება იმის რაც მომავალში უნდა მოხდეს ანუ საბოლოო მსხვერპლშეწირვა უნდა ახსულდეს ისეთი რაც გამოიხსნის და ვალის გადამხდელი იქნება ყოველწოდოს ანუ ცხოველს ვერ გადაიხდიან ცხოველი ვალს ვერ დაფარავს ვალს დაფარავს მხოლოდ ღმერთის თავგანწირვა ანუ ღმერთმა უნდა გაიღოს უზენაესი მსხვერპლი და ცხოველის პირველი შეწირვა რაც ხდება ბიბლიაში ეგ არის დაბადების წიგნში ღმერთმა ტყავის სამოსელი რო გაუკეთა ადამიანს და ევას ტყავის სამოსელს ცხოველის გარეშე ვერ გაუკეთებდა და ის ტყავის სამოსელიც არის ქრისტეს თავგანწირვის განსახიერება რეალურად და მთელი ძველი აღთქმა მე მაგ პრინციპს მიყვება ეს რა ქვია ის ასე რომ ხო ნუ ეგ არის რა მაინც ერთი შეკითხვა შემიძლია მოხსე კიდე კი ანუ ქრისტე ნამდვილად არსებობდა ხა ყველა მიცით და რაღაცა ხა თავიდან გითხარი რომ დაიბადა ებრაული ყველაფერი კაიჩიშა თუ რა არის არა ვისმენ ხო ანუ მე ვერ ვიგებ თუ აცნებაში წერია და ჩემს წერია რომ მე ვარ ერთ-ერთი ღმერთი ჩემს გარდა სხვა ღმერთი არ გეყოლებათ ანუ ქრისტეს რატო ვეძახით ღმერთს ქრისტე ეგ ერთადერთი ღმერთი ვინც ექცნება დაწერა საერთოდ არა ღმერთი რატო ღმერთი სიტყვა ღმერთი რატო ანუ ეგ თვითონ ეგ ათიმცნება ქრისტემ დაწერა ცეცხლ გჯერა რომ ერთი ღმერთია კი ანუ ერთი არის ხო და რატო ვეძახით ღმერთს აი მაგაზე აი რატო ანუ ათიმცნება ქრისტემ დაწერა მე რა და მაგით როგორ დაწერათ ის აი ნახე გეტყვი რატო გეუბნები ანუ საიდან დაწერა აი მოსეს რო ათიმცნება 2000 წლის მერე დაიბადა ქრისტეს აი გეტყვი აი ღმერთმა ჩვენ ვიცით მაგას ვკითხულობთ რომ ღმერთმა გადასცა მოსეს სინაის მთაზე ღვთის თითით ნაწერი ფიქალები ხო ყველაფერი ხო გჯერათ ეხა აბსოლუტურად ისრაელის შვილები იყვნენ მონები ეგვიპტეში მოსემ გამოიყვანა ღმერთმა გამოიყვანა ისა ხო აი სად გაიბიჭედა ყველაფერი ერთი აი მე გეტყვი აი პროსტა მინდა ვიშოდე კი გეტყვი ნახე მან და ანუ მაგაზეც გეტყვი გამოსვლის წიგნზე და მე გეტყვი დაბადების წიგნზე მოკლედ რაღაცას ნახე ქრისტე როდესაც მოღვაწეობს თავისი მოღვაწეობის პერიოდში მაგას ასწავლის ებრაელებს რომ ათიმცნება არის მისი დაწერილი ანუ სანამ განკაცდებოდა მაგამდე ანუ აბსოლუტური ღმერთია ქრისტე და ეხლა გეტყვი რას გულისხმობ ქრისტე როდესაც ქრისტეს მოუყვანეს ქალი მრუში ქალი რომელიც ანუ იმ ჯურის კანონის მიხედვით უნდა ჩაექოლო წესით ქრისტე თითით წერდა მიწაში რაღაცას
და თითით რო წერდა ქრისტეს არ შეეშვენ ის მაშინ ანუ იქ ყავდათ მიყვანილი ჯულის მოძღვრებს და ფარისევლები ვინც იყვნენ მათ მიუყვანეს და მოესაო ჩვენო მოსემო ასეთების ჩაქოლა დაგვიბარაო და შენო რას გვეტყვიო რა ვქნათო რა და ქრისტე ეუბნება რომ ვინც უცოდველია პირველი იმანეს როლს ქვაო და ну არავინ ქვას არ ესვის და გეტყვი რატო არ ესვის ქვას არავინ იმიტომ რომ ჯულის კანონში ეწერა რომ მემრუშე უნდა ჩაიქოლოს კაციც და ხალიც და მათ მარტო ხალი ყავდათ მოყვანილი ეს ყველაფერი საწერია ეს არის ეხა ეს წერია იოანეს სახარებაში და ის წერია გამოსვლის იმის რა ხვია იმის წიგში რა ხვია რიცხვის წიგში და ლევიანის მე-20 თავის მე-10 მუხში წერია ეგრო ანუ ორი უნდა ეხა ნახე ქრისტე მიწაში თითით იმიტომ წერს რომ მაგ თითით წერით აჩვენებს რომ 10 მცნება ანუ მოსეს მთაზე მან გადასცა და მაგიტო არის რომ ახალ აღთქმაში რომ წერია რომ ქრისტე მოწაფეები რო აიყვანა და ფერი იცვალა იქ მოსე და ელია იყო და მოსე და ელია იმიტომ იყო რომ ებრაულ წერილში მარტო ეგენი არის ანუ ვინც მთაზე ელაპარაკებოდა ღმერთს ანუ ქრისტე მაგით ასწავლით რომ ღმერთი რომელიც მათ ეცხადებოდა თვითონაა და მე განკაცდა მოვიდა ადამიანური ბუნებით და თავი გაწირა ეს პრინციპი იყო ანუ აღას არ წერია რომ და ეგ ხდებათან ერთი და იგივე დროს რომ იცოდე მაგ მომენტში ანუ ეხლა გასახსნელია მაგრამ ეგაც ამ დროის კოლაფსი ან ხომ მაგას თორაში არ წერიაო რა სიზახი არა ეს მოშე რო ავიდა თაზე იქ თან ხალხს უთხრა ის არის შვილებს უთხრას ავდივარ 40 დღით დამელოდეთ და რაღაც 6 საათი დარჩა რაღაც მანამ 40 დღეს გადასდებოდა და მე აშენე ის დაიგვიანა რა რაღაც ეგრე და აშენეს ისა ნუ ეგ სხვა სიტუაცია ხო მაგას მე დასაჯდა უნდა და სხვაღაც აღვან ახსენებენ რომ ეს არის ვიღაც ანუ ქრისტეს მოცემული რაღაც მე ორი წამი გაგაწყვეტინე ბოდიში მე ხა თორადან მე გინდა თორაში გაჩვენო ეხლა ქრისტე თორაში რო არ გავალ არსად თუ ეგრე გინდა თორაში გაჩვენო აი გინდა აი დაბადების პირველი თავი აი 26-ე მუხში წერია ესეთი რაღაც მოიცა დაბადება სად მიდიხარ მოიცა მითხარი დაბადება პირველი თავი 26 სადა ბერეშით რომელია ბერეშითი პირველი თავია 26-ე მუხლი ხო რა წერია შევქნათ კაცი ჩვენს ხატად და მსგავსად მრავლობისშია შევქნათ რაო შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და მსგავსადო 26-ე თუ გაქვს მან თორა წაგვიკითხე ებრაულად და გადაგვითარგმნე არა მე ხა იცი ხა უნდა შევსულიყავი ხა ჩვენთან აქტი ხა აი თუ შეხვალ თუ არ გეზარება გიხვეწები შეხვიდე შეიძლება 2 წამი ეხლა ვერა ხო თვალისთვის გავამზადებ და ზუსტად არასებული რაღაცას მეუნები ოღონდ მაინც შევა არაფერს არ მოგატყუე მართლა გეუნები აი არა მოტყოლება მომისმინე ან შენ ხან მართალი ან მე ვარ მართალი ან ორი მართალი არ არის აქ მაშინ რა ვქნათ იცი მე რა ესე მოვიქცეთ კაი ორი მართალი ხო არ არის აქ ან შენ მაშინ ეხა მეგეტყვი მე ვარ მართალი კი მაშინ მოდი ეხა მეგეტყვი მუხლებს სადაც ანუ საიდან მოდი პირდაპირ გეტყვი რომ ეხა არ გაწვალდე თორაში არ ახსენები აქ სისტემ მოდი ეგრე ვთქვა ტანახში ახსენებენ მისმინე მაშინ ეგრე ვქნათ მე ტანახში ახსენებენ კი არა მაშიახის ტიტულზე ამბობს მე ვეუნები ქრისტეს ხო მაშიახი ბოლოში რაღაც როგორ ვიცით აბა ეხა რომ იესოა იყო ეგეთი ადამიანი და რაღაც ანუ იყო ხო მოდი რახე რა ვქნათ კაი მე რა ერთამე შემოგთავაზებ თორაში აი ეს მილიარდი აი მე შემოგთავაზებ ეს რაღაცას კაი ეს შენ თუ ამბობ თორაში წერია ქრისტე შენ вообще იუდელებს вообще თორა აქმობ ნახე რაღაც მე რა 2 წამი გეტყვი 2 წამი მათქმევინე რომ დააკვირდი ზუსტად ასაპარაკო ხო და არასებურ რაღაცა შენ ებრაული გეცოდინება რა აი რაღაცას გეტყვი მე რო გეუბნები რომ ქრისტე წერია მე არ გეუბნები რომ ქრისტე როგორც ტიტული წერია მე გეუბნები რომ ქრისტე როგორც პიროვნება ვიტომ დაახლოებით აი მაგალიც მოგიყვანა რომ მიხვდე აი დაბადების მე-16 თავი არის მან და არის ამ შემთხვევაში მალახ იაჰვე ანუ ესე არის ანუ ღმერთის ანგელოზი ანუ მალახ იაჰვე და მალახი ჩვენ ვიცით მალახი ანგელოზი ხო მე ხო ანუ ნიშნავს შეტყობინების მომტას მალახ იაჰვე საკუთარ თავზე ამბობს რომ თვითონ არის ღმერთი ბეთელისა ან მაგალითად დაბადების მე-18 თავში მომისმინე მოდი ერგე ვთქვა არასებულია ანუ
არ გაიმეორო, ანუ ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთი არის ერთი, ანუ ვიღაცა ღმერთი კიდე არ არსებული რაღაცაა. დიდას ვიწავარ არ მერაბ. არა, გადაგმატყუებ, იმიტომ რომ არ არსებული რაღაცა მეუბნები. აი მერაბ, ორი წამი მამაჩემია? ორი წამი რაღაც გეტყვი. მამაჩემი არ არის. ორი წამი რაღაც გეტყვი. მაშინ ეხლავი თხოვნა მაგ შენთან. თხოვნა მაგ ეხლავი ქენი ჩემი თხოვნა. ხო, არა. მე-16 თავი გახსენი. და მე-7-დან მე-12 მუხლამდე წაიკითხე. უბრალოდ წაიკითხე, იქნებ სიმართლეს გეუბნები, ნახე, ანუ ებრაულ ენაზე გადახედე, ეხლა რასაც გეუბნები, გადამამოწმეთ, ხო? ეხლა ვერ რატო ინტერნეტში შედი და რატო ვერ შეხვალ? დაგუგლე, უცებ ამოგიგდებს ეგრევე. მიდი აი მოდი მე წაუკითხავ ებრაულად. ითხე რომელი თავი წაუკითხო? დაბადება მე-7 თავი მეც გავხსნი აგერ. მე-16 თავი ბოდიში. დაბადება 16. ქართულად რომელია რომ უცებ ნახო ტრანსლიტერაცია ებრაულად? მე-16 თავი არის კაცო. მე-7 დაბადების მე-16? ხო, მე-16 თავი და მე-7 მუხლიდან. მაინც და მაინც რო არ ჯერა ჩვენი. ის ნახე წეღანი დაბადება პირველი თავის 26-ე მუხლი და 27-ე. ბოდიში ესა, მოდი კახი უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს სხვა მუხლს გეტყვი. იმიტომ რომ ეს უფრო მოკლე, ამას დიდი კონტექსტი და დაბადების 31 თავი გახსენი. დაბადება 31. 31 თავი. 11-დან, აი მე-11 მუხლიდან. აი აქ იაკობს ეცხადება ანგელოზს. ისა მერაბ აი დაბადება 31 ყველაზე მე რა სამობს. ნახე დაბადების 31 თავი თუ შეგიძლია. იაკობი ვინა? ჰა? მუხლიდან მე რამდენემდე? იაკობი ვინა? ამ შემთხვევაში ვინ არის? იაკობი ვინ არის? იაკობი მამამთავარი ძველი არის. ავრამი, იცხაკი და იაკობი, ხო? ხო, მაგ იაკობზეა საუბარი. ეხა იაკობიდან გამოდის, ანუ ისრაელის შვილები. კი, აი ეხა ნახე, მეორე სახელი იაკოვის არის ისრაელი. კი ბატონო. აი ეხლა ძალიან კაი, ნახე, ეხა ნახე რას გეუბნები, შეხედე? დაბადების 31 თავი, დაბადების 31 თავი გახსენი, მან იაკობს ეცხადება უფლის ანგელოზი და უფლის ანგელოზი საკუთარ თავზე ამბობს, რომ არის ღმერთი. ანუ ანგელოზი ნიშნავს შეტყობინების მომენტს. ეხლა ვერ ვკითხულობ, შენ ვინ? აი, წაუკითხე გეხვეწები და მე შენ თვითონ წაიკითხა თუ ვინ აგიხსნა იგისა. აი ნახე, აი ხავი ვაიომერ ელაი მალახ ჰაელოჰიმ ბახალომ იაკოვ. როგორ კიდე წაიკითხე აბა როგორ? ვაიომერ ელაი მალახ ჰაელოჰიმ ბახალომ იაკოვ. ხო, აგიხსნა ხა საკითხო. ჰეინინ. კახი მე-13 მუხლი წაუკითხე? არა, მე-11 წავიკითხე. არა, მე-13 წაუკითხე იქ, მე-13 მუხლში ამბობს ანგელოზი მე ვარ ღმერთი ბეთელის. მე-13 მუხლი წაიკითხე? ზადა? ებრაულად კითხო ღმერთი არ არსებული რაღაცაა, შეიძლება ანგელოზი წერია. ანგელოზი ამბობს მე ვარ ღმერთი ბეთელისა და მაშინ ამიხსენი როგორ ღმერთი არ არსებული რაღაცაა, ღმერთი არის ერთი, ღმერთი როგორ თქვა, ანგელოზი ღმერთია. აბა წავიკითხავ ერთ. მეგობრებო, დაბადება თავი 31 და აჰა. ანოხი ჰაელ ბეით ელ აშერ მაშახთა შამ მაცევა აშერ ნადართა ლიმ შამ ნედერ ათა კუმცე მინ ჰარეც ჰაზოთ ვეშურ ელ ერეც მოლადხეთა. რა არის მე? ანუ ნახე ბეთელისა და შენ ზეთის ცხეს მე ვარ ღმერთი, ხო, მე ან ღმერთი, ან ანგელოზი. არა, ღმერთი ხო, ღმერთია, ხო, არა, ანგელოზი. ანუ ეხა შეხედე, აი რაღაცას წაგიკითხავ, იაკობი ყვება ამას, იაკობი ამბობს ამას 31 თავში. ნახე რას ამბობს. ფარის ახურების დრო იყო ავახილი თუ არის სიზმარში და ახავ ხედა ვაცები ფარს რომ ახტებიან, სულ ხატულები, დაწწყულები და ჭრელები არიან. მითხრა ღვთის ანგელოზმა. მალახი იაკობ მიუგე აქავარ მითხრა ახილე თვალები და შეხედე ყველა ვაცი ფარას რომ ახტება ხატულა და დაწისყულია ჭრელია და რადგან ყველაფერს ხედავ რასაც ლაბანი გიკეთებს. მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც შენ ზეთის ცხესვეთ, სადაც აღთქმა მომეცი, ახლა კი დადექი და გადი ამ ქვეყნიდან დაუბრუნდი შენ სამშობლო ქვეყანას. ანუ ანგელოზი მალახი იაჰვე ეუბნება ამ შემთხვევაში, იაკობს რომ მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც შენ ზეთის ცხესვეთ. ბეთელის რა არის?
ბეთელი არის ამ შემთხვევაში, სადაც იაკობმა ისა ზეთის ცხოს უეცა პირდაპირ ამბობს. ხო? ანუ ეგ ვიდეოში შენთანაც იგივე წერია ჩვენთანაც და ჩვენ შეგვიძლია გკითხოთ ბეთელი სად არის? ბეთლეხემი? ხო, ბეთლეხემ, ბეთ სახლი და ლეხემ პური. არა, ვიცი რა არის ბეთლეხემი, ოღონდ. ხო, ვიცი რომ იცი. მე ჩავიხედები მაგას, გავარგო და აღსებული რაღაცა. ოღონდ გეხვეწები, ეხავე ნახე რა უნდა მაგის ნახვას. შეხვარი. ეხა ვერ შევა, ეხა გამოილოცებენ 20 წუთში, ეხა რა ვიცი, ეხა 20 წუთი და გელაპარაკები ოღონდ. 2 წამი უნდა მაგას, რო დასერჩო და ნახო 2 წამი გინდა მეტი არის. აი რო ჩაკეცო, ან ChatGPT არ გაქვს, რომ ChatGPT-ს მიწერე თავი და ეგრევე თავს ამოგიგდებს. უცებ ამოგიგდებს 2 წამში. ანუ ან შენით ნახე იქ დევს კაცო ებრაულ ენაზე ისა თორა. რაშია საქმე, ანუ აქ ეხა შენ რო წაიკითხო სხვა არა რა სხვა კახი შეუძლებელი არა სხვა იცი როგორი თემა იყო სხვა აზრი ექნებოდა მე ვნახავ სხვა არის და ეხლა საუბრის დროს ჯელობის დროს რო ნახავ ხო მერაბი დაგვიბრუნა წაიკითხა თორა არა აუ მერაბ კარგი შენ გელოდებოდით არა რო წაიკითხა არა ჩვენ ეხლა ისა ბოდიშევის ხოტები გვაქვს და პროსტა ხვალ ბოლო დღე ესაც დავიგვია ლაპარაკში вот ხვალ ნეო შენ მარტო საღამოებით შემოდიხარ ხა დღისით რა შუა დღეებში არ ახარ ხო რა გაქვთ რა გითხარი ბოდიშების შეხვეწებები ხო ეს არის ზეგარი ქიფური ჩვენთან ქიფური არის ხა ერთი კვირის წინ იყო ჩვენთან ახალი წელი როდესაც ყველა ბედი წდება თელი არსებობს თელ სოფლიოში ჩვენის ყველაფრის ვინ რა მოუვა რას მოიგეს ვინ იქნება ვინ დაიწვება ვინ იცოცხლებს და ხო მე მგონი არის ის ოთო ეს ადამიანი არის იუდეველი ისრაელიდან სხვათა შორის ყველა სეკუთის ეხა მარტო იუდეელებს არ ეკუთვნის ეს ყველა სეკუთის კატებს, ზაღლებს და დოლფინებს და თელ სოფლიოს ვინ ანუ მაშინ წდება. ოღონდ მოშიახი მარტო იუდეველებისთვის ხო. რა მოშიახი? მარტო იუდეველებისთვის უნდა მოვიდეს ხო მასეა? არა, მოშიახი მე რომ ყველა თელ სოფლიო გაიგეს რა არის მე შენს ყველა გაიგეს რა არის სიმართლე. ეხა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ მადლებს რა ჩვენ გვეკუთვნის ეხა 613 მადლი რაც ჩვენ რომელთა გვიბზანა როგორ მიყვას ამათი დათვლები 613 რა ანუ 613 ის არის ჯულში იქ 613 ისა ინსტრუქციული წესი ამ შემთხვევაში შესასრულებელი მან გვევალება უღონთ ეხა რო ისა ჩვენ ის არის ბეტამიგდაში რო არ არის ეხა მაგდენი არ შეგვეძლო იმიტომ რომ ბეტამიგდაში არის ნეო დამეხმარე ხა ქართულად როგორ იქნება ბერების ციგრების არა ეს არის აი ორჯერ იყო ბეთამიგდაში ერთი იყო პირველი აშენა სალომონ მეფემ ტაძარი ხო აუხსენი ნემო დამეხმარე რომ აუხსენი რა არის ბეთამიგდაში ანუ ეს არის აი სადაც აი ცხოველებს რო წირავდნენ და რა ხო შეწირვა სადაც ამ სკოლას. და მე მაშიახი რომ მოვა მესამე ბეტამიგდაში მე მაკითხვა ერთი წარი. აი მისმე შენი აზრით რა, აი ეს ათასობით ადამიანი რო იძახდა რომ ქრისტე აღსგაოდა რომ აწამებდნენ, ანუ გაგიჟდა ყველა ერთდროულად 1000 კაცი თუ რა მოხდა მაგ დროს. აღსგა რას ნიშნავს? კუდრეთით აღსგაო ქრისტეო იძახდნენ და ამის გამო კლავდნენ და არ არის პრობლემა მომკალით ეუბნეოდნენ მე მაგას მაინც ვარსკვლავად არ ვიტყვი ხახაში და ასე შემდეგ ანუ მე მაინც იგივე აზე დავრჩევი თუ მომკლავთ ეუბნეოდნენ რა მომკალით მაგრამ მე არ შევიცვლი ასო და კვდებოდნენ ყოველი ებრაელი ადამიანი მომისმინე ყოველი ებრაელი ადამიანი რო უთხრა გინც რო არ წამდეს აი ხა ყველაზე ათეისტი გეუნები იუდეიზმზე გეუნები რო უთხრან ახლა სხვა ჯული გადადი ანუ მომკალით არ გადავალო, გაიგე, ვაფშე რო არ არის. არ არის ჯულის გადასვლაზე, ნახე. მაგრამ კაი, მაგას ხო იძახი, მაგრამ პავლე მოციქული იუდეველი იყო.
და პავლე მოციქულმა ყველა იყო იუდელი, ყველა აბსოლუტურად. პავლე მოციქული იყო წიგნობარი იუდელი, განსწავლული იუდელი. მე არ ვიცი ხა ვინ არის პავლე მოციქული, ვიზეთ გეუბნები ყველა არის იუდელი, თვითონ ქრისტეც იყო იუდი. და ეხლა ხო ანუ ეროვნებით ებრაელი იყო ყველა ებრაელია ანუ ო თუ იცი რა მიყვირს რაღაც ერთი მიყვირს ებრაელი იყო გეუბნები ებრაელს ლოცულობდა ანუ რატო თუ ეგრე გწამთ რატო ისე არ იქცევთ როგორ ქრისტეთი რომ იქცეოდა კი ნახე რა თემა მე გეტყვი რა კი რა გესმის ჩემი ხო მე რა ხო საქმე რაშია იცი რომ ანუ ჯულის აი მაგიტო გეუბნებოდი ძველი აღთქმარი ქრისტეს თავგანწირვის წინა სახე ანუ ქრისტეს თავგანწირვისთვის მზადება იმიტომ რომ აი ესაიაც ხსნის მაგას რომ ცხოველს ცალკე დამოუკიდებლად არ გააჩნია გამომხსნელი ძალა აი პრინციპს დააკვირდი როგორ შეიძლება ცხოველის შეწირვით მოგეტევოს მე არ გამომიგონია ეგა მაგრამ ესაია ხსნის მაგას თვითონ ღმერთმა გვითხრა ეგა თორე მე კი არ გამომიგონია ეგრე წერია თორაში თორე არ ესაია ხო მაგრამ მაინც რო არ უპასუხავთ ოს კითხვას ნახე კი მაგრამ თანახში მე ანუ მაგას განავრცობს ესაია რა მაგ ცხოველის თავგანწირვაზე რომ ისაც რაღაც მითხეს რომ ვაფშე ქრისტე თანახში არ არის ნახსენები ეგ არის გმარაში ნახსენებელი მე მგონი რაღაც ერთ თანახში როგორ არ არის ნახსენები თანახი ხო არის ესაია და ესაიას გიკითხავდით ანუ დავითს გიკითხავდით ფსალმუნებს წერან და იქ ქრისტეს ჯვარცმის გარემოება იყო აქ წერილი აი გავიცი მე არ წამიკითხე ეგ ისა აი მე რა ვქნათ იცი აი ყველაზე კაი ვარიანტი აი ჩვენ შუადღეს არ ახარ ჩართული თორე მე პირაშიც დაგელაპარაკებოდი პროსტა და ის შუადღესაც ვარ ხოლმე მაგრამ აი ყველაზე მაგარი ვარიანტი რაც გითხარი ეს სულ რო დავანებოთ თანახსაც თავი დაბადების 31 თავი მე-10-დან მე-13 მუხლამდე მან პირდაპირ ჩანს რომ ღმერთი არ არის ერთი პიროვნება მარტო არის მულტიპიროვნული ერთი არსება ანუ პირდაპირ ჩანს მულტი არ არსებობს ეგეთი თვითონ წერს ერთადერთი ვარო როგორ არის აი იცი რა არის აი კითხე წერია ერთადერთი ვარო ყველას ეგრე ჯერია შენს გჯერა ეგ მაგის შენს გჯერა ეგა და შენც აბო ერთი ღმერთი არის და როგორ შეიძლება მულტი გამოიტანე ეს ცოტა გარეშია უკვე არის ერთი აქედან ვილაპარაკოთ გავიგე მე რა მესმის ანუ ეგ ყველაფერი მესმის ოღონდ რას გეუბნები შეხედე აბა იგივე წიგნი ანუ ზუსტად იგივე წიგნი ხო ბერეშიძე მეუნები იაკობა შეხვდა გამოეცხა და მოიცა ანგელოზი ანგელოზი დამარცხ ანგელოზი ესავის ანგელოზი არა ანგელოზთან რო იჭიდავა არა ხო იჭიდა აბა არა ეგ არა კაი ღმერთმა გამოეცხადა ანუ აი როცა ანუ ამ შემთხვევაში მსახურობის პერიოდში როცა იყო რატო გამოეცხადა მე აი გეტყვი ანუ ისა იაკობს უნდა მოეყვანა ცოლად ისა რა ქვია ლია და ხო ის რახელიანია და გამოუცვალეს და ხო ანუ იაკობს მაგ დროს ანუ გამოეცხადა მალახ იაჰვე და გადასცა ღმერთის შეტყობინება ეს მალახ იაჰვე თვითონ ამბობს საკუთარ თავზე რომ არის ღმერთი და ანუ ეგ მინდოდა რომ განახო შენ თვითონ რომ ნახო მალახი როგორ იქნება ღმერთი ამბობს აი ნახე ამბობს რა ამბობს მეც ვიტყვი ღმერთი ვარ ხო მაგრამ დაბადებაში ანგელოზი ეუბნება გამოცხადებაში ანუ დაბადებაშია თვითონ ანგელოზი ვინ არის ვაფშე ვინა ანგელოზი ნახე ზოგადად ხო იცი აი მალახი თვითონ სიტყვა ნიშნავს ანუ ბიბლიურ ენაზე ანგელოზი მაცნეს რა ანუ შეტყობინების მომტანს ან ბერძნულშიც ეგრე ანგელოს ნიშნავს მაცნეს ეხა ნახეთ ემა რა არის 4% მაქვს რო იცოდეთ ხო კაი მე ანუ მან აი თუ წაიკითხა უბრალოდ და ეხლა შეგიძლია ხვალე პროსტა ამდენ საფშე რაღაც პირაჩი მოგწერ ხო ისე და პროსტა რო იცოდე კარგი მაშინ მოდი ესეთი რაღაც ვქნა მე თუ მართალი ვარ და მან თუ მართლაც მალახი ამბობს რომ ღმერთია აი დაფიქრდები მაინც აი რო რამე რო იქნება აი ესე მე შეგიკითხები მალახი შეუძლია რო თქვას ღმერთი ვარო ამბობს აი ნახე შენ არა მე შეგიკითხები შეიძლება ეგეთი რაღაცა ანუ წერია კი ამბობს პირდაპირ ესეთი რაც წერია ეს ვისი გადათარგმნულია რაცაც კითხო ხო და შენ ებრაულად წაგიკითხო კიდევ ერთხელ ანოხი ჰაელ ბეით ელ აშერ მაშახთა შამ მაცევა აშერ ნადართალი შამ ნედერ ათა კუმ ცე მინ ჰარეც ჰაზო ვისეუნება იაკობს ეუნება ეგა იაკობს ეუნება ხო მე ვეშურ ელ ერეც
მოლადეთი. აი გემუდარები კახი ყველ სამივე მუხლი შეგიძლია წავკითხო აი მეათიდან რა გაიგე მანდე და ნეო რა გავიგე გეტყვი ახლა მე გავიგე ახლა სადაც შენ ზეთის მე ვარ ღმერთი ბეთელისა ხო და როგორ გაიგე ანუ როგორ გაიგე კახი წაიკითხა ხო რა გაიგეთ მანდელად მე ვარ ღმერთი ბეთელისა სადაც შენ ზეთის ცხე სვეც მე ხო წაიკითხა ეგ მუხლი მე-13 მუხლი ანუ ეგრე არა მაშინ მოდი მთლიან შევიკითხო კარგი გეთ ოღონდ მე ვერ გადაგეწვი მოდი ეკრანი შეგიძლია გააზია მოდი მე ვიზამ ეხა ეს ხარ არა მნიშვნელობა ეგ არის იცი რამდენჯერ თარგმნიან მაგ თორას ვინ როგორ გაიგე მოდი ოღონდ ამას არის მის შენ გითხარი კაცო აგერ მიდი თარგმნელად გეუბნები ებრაულად გიკითხავ რა ვიცი არა მაგასაც გადათარგმნავ მე კი გეტყვი ზუსტად ხო და შენ გადაგვითარგმნე შენ რა ვერ გაიგე მე არ ვიცი მე ვერ გეტყვი და ხვალ გავარკვევ ჩემი ამჟია და შენ არ ვიციო და რა გიყო ხო და ხვალ ვეტყვი ზუსტად ეგ არა ეგ არ გეკუნოს რომ აი გადათარგმნევა დავიწყოთ ხო აბა თითი და ხო თითი ისა ვა იომერ ელაი მალახ აი მოიცა თითი დაჯერა აი აქედან აქამდე რო წაიკითხოთ ხო ვაი ბეეთ მოიცა ახლოს მიდი ვაი ბეეთ יחים בצאן ויסיינה רע בחלום והנה מרצו גציה עתודם אליהם אל הצאן. אבל ამის გადათარგმნება გვჭირდება, ესე წაკითხო. გადავთარგმნე, შენ წაიკითხე? არა, შენ ვერ გადათარგმნე. ეგრე ადვილი არა. შენ და თვითონ ვერ თარგმნის და რა გავაკეთო, გასი არა. მოდი მე გადავთარგმნე, შენ მითხარი სწორია თუ არა. თარგმანი თვითონ მიცა. აგერ წერია თარგმანი. რაშის გადათარგმნული თუ არის? წაიკითხე, რაშის გადათარგმნული. რაშის გადათარგმნულს დავწერე ხა. რაშის თარგმანი იპოვე. რაში ვიცი მე ისა. იგი გამიგია. აი ნახე, ამას დავსკრინე ამას. მოიცა. აი ახლა შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ რაშის თარგმანი ხო ახლა მოიცადე? რაში შლომო იხცაკი ხო ეგა მაგაზე საუბარი? იცხაკი. ხო? რაც ამბობს. რაბი შლომო იხცაკის ხო დაბადების თარგმანი წავიდა. და მითხრა მე ღმერთის ანგელოზმა სიზმარში იაკობ მე კი უპასუხე აქაوار. ხო ესეა? 31 კი განაგზ თან წერს და ერთი წამით ნელა წერს ცოტა ეს ხო შემდეგი თავი ებრაულად მე აღარ წავიკითხავ იმიტომ რომ სტუმარმა უკვე წაიკითხა და მითხრა აღაპყარ თვალები და ნახე ყველა თხა რომელიც ზღვარზე ადის ზოლიანია ლაქებიანი და ჭრელი რადგან მე ვნახე ყველაფერი რასაც ლაბანი გიბედავს შემდეგი ლაბანი ხო მერე შემდეგი მუხლი ხარ თავარი მუხლი ხა ერთი წამით ჩაიჭრა ეს ვინ ეუნება მაგას ანგელოზი ანგელოზი ეუნება განაგზი კახი მე-13 ხო აი მე-13 მუხლზე გადავედით ქართულად ეს რომელია მე-13 აი შენი თავი მოუსმინე მე ვარ ღმერთი ბეთელისა სადაც შენ ზეთის ცხეს ვეც და სადაც მე მომიძღვენი აღთქმა არა წელი ანია აელ მოიცა კაცი ანია აელ ბეთელ ანოხი ჰაელ ბეთელ ხო მე ვარ ღმერთი ბეთელ არის ღმერთის სახლი ხო მე ვარ ღმერთის სახლისა ხო ხო მერე სად ბეთლეხემი სადაც შენ ზეთის ხესვეც და სადაც მე მომიძღვენი ხო არა და სად ბეთლეხემი ბეთელ არის ღმერთის სახლი ბაუთი თქვენთვის არის ელ არის ესაც ხო თქვენთვისაც ხო წმინდა სიტყვებია ბეთელი ოღონდ ბეთლეხემი რატო იცი იმიტომ რომ ბეთლეხემიც ღმერთის სახლია იმიტომ რომ იესო მან დიშვა და მე მაგიტო წავ არა ეგ სხვა რაღაცაა ოღონდ ახლა ბეთლეხემი აქ ყველა ასოსა ისა
მერაბი, ხო და ყველა ასოს რო აქვს მნიშვნელობა, თქვენთვისაც მინდა წერილია, ხო, მოდი წავიკითხავ მთლიანად. რა თქმა უნდა, მან არ შებობს. ახლა ადექი გადი ამ ქვეყნიდან და დაბრუნდი შენი დაბადების ქვეყანაში. ხო. ანუ აი ეს არის ეს სამი თავი, სადაც ანგელოზი ეცხადება და ამბობს რომ ღმერთის სახლის ღმერთია, ხო? ხო, ამბობს რომ ღმერთის სახლის ღმერთია. შესაბამისად ეს ამტკიცებს იმას, რომ ღმერთი არის მულტიპიროვნული შეიძლება ითქვას. სამი პიროვნება, ანუ არა, ეს არის ანგელოზი არის ღმერთის გამოგზავნილი, ხო? მაგრამ ღმერთი ვარ, რატო ამბობს როგორ ბედავს? არა, ღმერთის გამოგზავნილი ვარ. არა ვარ ღმერთი. ღმერთის გამოგზავნილი ვარ. ჩამირთე ერთი კიდე. რაბი შლომო იხცაკის თქვენ როგორც ვით, რაშის. ხო, რაში, ხო. რაშის თარგმნით გეუბნებით. ან მომისმენთ, ან ღმერთის გამოგზავნილი ელაპარაკება ანგელოზი, ან თვითონ ღმერთი. არა, ანგელოზი ამბობს რომ მე ვარ ღმერთი. არა, ანგელოზი ვერ ეტყვის მე ვარ ღმერთი. ხო, ნახე. მოდი მაჩვენე ერთი. არა, ვერ ვიგებ, არ შეიძლება. აჰა. მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ. შენ წაიკითხე უბრალოდ მალახ ჰაელოჰიმ რო იძახის. მოიცა სადავართ აბა ერთი, მოიცა და მე-11 და ანგელოზი. მე-11 ვაიომერ ელაი მალახ ელოიმ ბეხალომ. იაკოვ ვაიომერ ენენი იაკოვს ეუნება სიზმარში. ბეხალომ ვაიომერ სა ნა ენეხა ვერა ეკოლ ატუდამ ამეთ აღაფარ თვალები და ნახე ყველა თხა რომელიც ხوارზე მარჯუგაძე ხო ორიანი ლაქებიანი და ჭრელი რადგან მე ვნახე ყველაფერი რასაც ლაბანი გიბედავს ხო ესეა ხო მე ხო შემდეგი წინდება ანოხი აელ ინე ანოხი მე ვარ ღმერთი აჰა მე ვარ ღმერთი ხო მე ვარ ხო და ეს ღმერთი ელაპარაკება და არა არა ღმერთი როგორ ელაპარაკება წინა მუხლებია და არა ეს ღმერთი ელაპარაკება კიდევ ერთხელ ავიდეთ ორი ხაზი ახლა და კიდევ ერთხელ არა აქ არის ანოხი აელ მე ვარ ღმერთი მალახ ვინ არის მაშინ მალახ ელოიმ არის ღმერთის ანგელოზი ხო მალახ ელოიმ მეუნება მე ვარ ღმერთი ანუ არა მალახ რა წეხადი წერი აი ახლა ნუ გამაგიჟე ვერაფ არ გამაგიჟე ნახე ორი წამი უნდა წაიგეთო გაიგო არა უნდა გაიგო როგორც წერია უნდა გაიგო როგორც შენ გინდა გაიგო არა მე როგორც არა მოდი კიდევ ერთხელ მალა ჰაელოხიმ ხო ღმერთი მოდი კიდევ კი არა კიდე 100 ჯერ იმიტომ რომ ეგრეთ სწავლობ აი შეიძლება ერთ წინადადაზე აი ახლა ერთ იმაზე 10 საათი კი არა 10 დღე ორი წამი მე რა მოიცი ორი წამი აი ხუპა ერთის ესაცებრაელია მეგობრებო ორი წამი მომისმენთ აი დაბადება 31 მე-11 ეხა ქართულად ვიზამ რადგან ო ნელ-ნელა რომელიც გავიგე ნახე მე-11-დან მე ვარ არა წაიკითხავს ნეო წაიკითხავს მაცადეთ ორი წამი გაჩვენდით რომ წავიკითხო 4%-ზე ვარ რო იცოდეთ კი გასაგები მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში იაკობ მივუგე აქა ვარ მითხრა ახილე თვალი და შეხედე ყველა ვაცი ფარას რომ ახტება ხატულად და დაწიწულია და ჭრელია ეს მოიცადე ახლა გაჩერდი ვინ მითხრაო ღმერთის ანგელოზმა ღვთის ანგელოზმა მითხრა სიზმარში ახ ანგელოზია მარტო ნახსენები ხო მითხრა ახილე თვალი შეხედე ყველა ვაცი ფარას რომ ახტება ხატულად და დაწიწულია და ჭრელია რადგან ყველაფერს ხედავ რასაც ლაბანი გიკეთებს ეხლა ნახე მე-13 მე ვარ ღმერთი ბეთელისა სადაც შენ ზეთის ხეს ვეც ანუ აქ იაკობი ამბობს რომ მე ვარ ღმერთის ანგელოზი იყოს მეტლის სადაც ზეშენ ზეთის ხეს ვეც სადაც აღქმა მომეცი ახლა კი დადექი და გადია ფუტკიდან დაუბრუნდი შენ სამშობლოს ნახე გაიგე რასაც წერია ესა ხო ნახე მე-11 მუხში წერია რომ ღვთის ანგელოზის სიზმარში მიმართავს იაკობს და მე ეუბნება რომ მე ვარ ღმერთი ბეთელისა ეს ღვთის ანგელოზი ანუ მალახი იახვე ანუ ეს ნიშნავს რომ მალახი ახ არის ღმერთი მალახი ვერ იქნება ღმერთი მალახი არის ღმერთი მალახი ანგელოზი გამოგზავნია ღმერთისგან. კარგი, ანგელოზი არის დაუშვათ გამოგზავნილი ღმერთისგან. როგორ ბედავს რო თქვას რომ ღმერთია, მაშინ ღმერთი თუ არ არის? ანგელოზი. შანსი არა ვერ იტყვის. ეს არის ღმერთი, ანუ ღმერთის ის არის. ღმერთმა გაუღო პირი. ორაში რატო? არა, ზუსტად გაგიკვე, მაგას გაგირკვე, იცი როგორ? გამიცი როგორ? აი, მაშინ რაგიდა რო ისა გაიგო, ანუ თუ ღმერთმა ღმერთია თუ ვინ არის? ანუ რატო ხო ეგრე? რაგიდა რო გაგიგო? ეხა რა ხდება? ეხა რა საკითხი წყდება ნახე. აქ თუ მალახი ეხა მოსაუბრე პირი ღმერთი არის, ყველა ვარიანტში უნდა მოგვიწევს დაჯერება, რომ ღმერთი ერთპიროვნული არ არის, სამების დაჯერება მოგვიწევს.
და თუ აქ ღმერთი არ ლაპარაკობს და ანგელოზი ამბობს თავისაზე რომ ღმერთია, ეგ პრობლემას უქმნის მთელს წიგნს ისედაც, იმიტომ რომ ანგელოზმა არ ეგეთი შანსი არ არის, მაგის ისა თქმა. ანუ ნახე ფაქტი არის რომ მე-13 მუხში ანგელოზი ამბობს რომ არის ღმერთი. ანუ ორი ვარიანტია, ან ეგ ანგელოზი უბრალოდ მაცნეს ნიშნავს და მართლა ღმერთია, ანუ ღმერთი მულტიპიროვნული, ანუ ღმერთი სამება, ან მეორე ვარიანტია რომ ანგელოზი იტყუება. და თუ იტყვი რომ ანგელოზი იტყუება, ეგ პრობლემაა. და თუ არ იტყვი რომ ანგელოზი იტყუება, მაშინ სამება უნდა მიიღო იქ თემა, ეგ ანუ მაშინ ღმერთი მულტიპიროვნული ყოფილა. ეგ პრინციპია რა, ახლა ამ შემთხვევაში მაინც ახლა. და მე რო აგიხსნა ხვალ ახლა სიტყვაზე. რო სხვანაირად არის და ღმერთმა გამოგზავნა მალახი და ანუ ღმერთის პირიდან ლაპარაკობს, ღმერთის სიტყვიდან ლაპარაკობს, იმიტომ რომ ღმერთის გამოგზავნია, როგორ იტყვის მე ვარ ღმერთი. ღმერთმა თვითონ გამოგზავნა. ხო, მაგრამ მე რა ხო ამბობს რომ ღმერთი ვარო? და რატო ამბობს? მე გეკითხები მაგას. ანუ ღმერთის გამოგზავნილი ვარო. არა, არ ამბობს რომ ღმერთის გამოგზავნილი, ამბობს რომ ღმერთია ღმერთის სახლისა. წარმო როგორ ბედავს? ეს ღვთისგმობაა თუ ანგელოზი არ ღმერთი თუ არ არის? მალახში თუ ღმერთი არის გულისხმობა? აუ შენ თუ ეგრე ლაპარაკობს, ეგ ვაფშე არ შეგვიძლია ღმერთს ვაფშე სხვა ადამიანს ან ვაფშე სხვა ვიღაცას დაუძახო. ის წარმოდგენა გაქვს შექმნილი წინა დიფოლტად, ანუ წინა პირობად, თორე თუ და ჩაუღრმავდები ნახავ რომ ღმერთი სამებაა. მე რა ებრაულში ჰაელოჰიმ შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც სული. აუ მეგობრებო ორი წამი. ღმერთს იცი რამდენი სახელია? აუ ბოდიში ორი წამი, მე რა ორი წამი აუხსნი ადამიანებს რაღაცას. ვიღაცამ კითხა ანგელოზების არსებობას და დამტკიცება, ახლა ანგელოზზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, მეგობრებო, ანგელოზი არის გულისხმობა. მალახი ნიშნავს მაცნეს, უბრალოდ ადამიანს ვაჩვენებ რომ ღმერთი არ არის ერთპიროვნული, იმიტომ რომ მალახი იაჰვე, ანუ ღმერთის მაცნე საკუთარ თავს მიეწერს ღმერთის ატრიბუტს, ანუ ამბობს რომ ღმერთი არის მულტიპიროვნული, სამი პიროვნება. მაგას ვანახეთ, ანგელოზი საერთოდ არის გულისხმობა. მაგას ვხსნი პირიქით, რომ ეგ ანგელოზი არ არის ღმერთია და ღმერთი თუ მაშინ სამება არსებობს. და თუ ანგელოზია, მაშინ ღმერთს გმობს და ეგ პრინციპი. ეტო არ ახსნის, მე რა მინდა კითხო სანამ გახვალ. ჰაელოჰიმ 3%, ხო? რა? ცალკე სიტყვა ჰაელოჰიმ. ხო. ნიშნავს ანგელოზს? არა. არა, სულს ნიშნავს? არა, ღმერთი. ჰაელოჰიმ თუ ელოჰიმ? ელოჰიმ. ო და ჰაელოჰიმ, აი მალახ ჰაელოჰიმ რას ნიშნავს? ღმერთის ანგელოზი. ღმერთის ანგელოზი, ღმერთის მაცნე. ხო, ღმერთის ანგელოზი, ღმერთის მაცნე. ანუ ამ სიტყვაში შეცდომა არ შეიძლება რომ იყოს ხო ესეა? არა, თორაში წერტილს ვეგან და ასოს წერტილს ვერ იტყვი რომ შეცდომაა. ძალიან კარგი ხო და ჰალა ჰაელოჰიმ ამბობს ანოხი ჰაელ ბეთ ბიჭებო ვერ იგებ თქვენ მაგას და ის პირი მე არა ვარ რომ ზუსტად აგიხსნათ და ზუსტად ხვალ მე ისეთი შევეკითხები და გაგიხსნით და